მესამე თავის მე-17 ემოცანა. ქვედა ბოლოდან დახშულ ვერტიკალურ მილში, რომლის განიკვეთის ფართობია 0,1 სანტიმეტრი, 4 სანტიმეტრის სიმაღლის ვერცხლისწყლის სვეტით ჩაკეტილია 6 კუბური სანტიმეტრი ჰაერი. რა სიმაღლის იქნება ჰაერის სვეტი, თუ მილში 27,2 გრამ ვერცხლისწყალს დაუმატებთ. ატმოსფერული წნევა ნორმალურია, ტემპერატურა მუდმივი. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი მილის განიკვეთის ფართობი არის 0,1 სანტიმეტრი კვადრატი, აქვე გადავიყვანოთ მეტ კვადრატებში 0,1 10-4 მეტრ კვადრატი. ვერცხლის სვეტის სიმაღლე, რომლითაც ჩაკეტილია ჰაერი, არის 4 სანტიმეტრი, ანუ 0,04 მეტრი. და ჰაერის მოცულობა, რომელიც ჩაკეტილია ამ ვერცხლის სვეტით, არის 6 სანტიმეტრი კუბი. ეს არის 6 10-6 ხარისხად მეტრ კუბი. და მილში დაუმატებთ 27,2 გრამ ვერცხლისწყალს. ეს არის 0,0272 კილოგრამი. და ამ დამატების შემდეგ რა სიმაღლის იქნებაო ჰაერის სვეტიო. მოით ეს აღვნიშნოთ A1-ით. თუ გნებოთ A2-ით აღვნიშნოთ. A2 არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ სურათი. ესე იგი, ქვედა მხრიდან არის მილი დახშული, ზედა მხრიდან არის ღია. აი აქ არის ვერცხლისწყალი. აქ ქვევით არის ჰაერი. აი ამ ჰაერის მოცულობა არის მოცემული, აი აქ. ვიცით. ასევე ვიცით აი ამ ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე, რომლითაც ჩაკეტილი არის. ეხლა რადგან ტემპერატურა უცვლელი არის, აქ როდესაც დავამატებთ ჩვენ, ესე იგი, M მასის ვერცხლისწყალს, ცხადია ეს ვერცხლისწყალი დააწვება არსებულ ვერცხლისწყალს, წნევა გაიზრდება და შეიკუმშება, ესე იგი, ეს ჰაერი. და ის პროცესი, რომელიც ამ ჰაერისში წარიმართება, იქნება ბოილ-მარიოტის პროცესი. ესე იგი, ჩავწეროთ ბოილ-მარიოტის კანონი, ესე იგი, P პირველი, V პირველი, ესე იგი, ეს არის ის წნევა, P პირველი, რა წნევის ქვეშ არის თავიდან ჰაერი, V პირველი არის ამ ჰაერის მოცულობა, უდრის P მეორე, V მეორეს. ესე იგი, V მეორე იქნება ის მოცულობა, რომელსაც დაიკავებს ეს ჰაერი შეკუმშვის შემდეგ. მოდით, აი აქ გვერდზე დავხატოთ, ესე იგი, ახალი მდგომარეობა, როგორი იქნება. აი ეს დაახლოებით ესე იყო, ხო? ესე იგი, ეხლა ეს შეიკუმშა, ეს იყო ეს ძველი ვერცხლისწყალი, რაც იყო A-ში და ამას დაემატა კიდე დამატებითი ვერცხლისწყალი. მოდით, ეს ცოტა სხვანაირად დავშტრიხოთ. ეს არის რაც დავამატებთ. ამისი მასა ვიცით. ეს A-ში რაც იყო, ხო? ეს არის თავდაპირველი მოცულობა არის V, ესე იგი, ეს აღვნიშნოთ, მოდით, V2-ით მერენდელი მოცულობა. ეხლა დავადგინოთ პირველ რიგში თავიდან რა წნევის ქვეშ იყო აი ეს ჰაერი. ამისათვის მოდით განვიხილოთ, ესე იგი, აი სუ ქვედა ზღვარი ვერცხლისწყალსა და ჰაერს შორის. ეხლა აი ამ დონეს, ესე იგი, აი ამ ბოლოფენას ქვევიდან აწვება ჰაერი, რომლის წნევა არის P პირველი. ზევიდან ამ დონეს რა აწვება? აწვება ატმოსფერო, თავისი ატმოსფერული წნევით P0 პლუს აწვება აი ამ H სიმაღლის ვერცხლისწყალი. ამიტომ იქნება ρ დამატებით ρ ვერცხლისწყლისა G-ში. ხო. აი ახლა საწყისი მოცულობა V პირველი, ეს არის ის მოცულობა, რაც
თავიდან ეკავა, ესე იგი, აი ამ ჰაერს. ესე იგი, მარცხენა მხარეში პრაქტიკულად ყველაფერი გარკვეული გვაქვს. ეხლა მოდით აქ განვიხილოთ. ესე იგი, ეს ქვედა გამყოფი საზღვარი ჰაერსა და ვერცხლისწყალს შორის, ქვევიდან ამას აწვება P2, ზევიდანაც იგივე უნდა აწვებოდეს, იმიტომ რომ ეს დონე გაჩერებულია. ესე იგი, P2 რისი ტოლი არის, ესე იგი, უდრის იმ წრეებს, რაც ზევიდან აწვება. ზევიდან აწვება P0, რაც იყო, პლუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ში, ეგა და პლუს აი ეს დამატებითი სვეტით, ვერცხლის სვეტით გამოწვეული წნევა. ნუ ის შეიძლება ჩვენ ესე იგი აი ამისი სიმაღლე ვიპოვოთ რაღაცა H0 და გამოვსახოთ ეს წნევა როგორც როჟე H0, მაგრამ შეიძლება ცოტა სხვანაირად მოიქცეთ. ბოლო-ბოლო ეს ვერცხლის წყალი აწვება თავისი სიმძიმის ძალით, ნუ წონით უпростоრად mg შეფარდებული s-ით. იმიტომ რომ ეს არის ძალა შეფარდებული ფართობზე, რომელზეც ეს ძალა განაწილებული არის. ეს იქნება ზუსტად ისა რა ქვია დამატებითი წნევა, რომელიც ეს იგი აი ამ m მასის ვერცხლის წყლით არის გამოწვეული. რაც შეეხება V2-ს, ეს V2 შეიძლება წარმოვიდგინო როგორც S-ი განიკვეთის ფართობი გამრავლებული H2-ზე. H2 არის აი ეს სიმაღლე, რა სიმაღლესაც დაიკავებს მილში ჰაერი. შევიტანოთ ახლა აქ ყველაფერი, მექნება ეს იგი P0 პლუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ში, ეს გამრავლებული V-ზე, ეს მარცხენა მხარეში ყველაფერი ვიცით. ესე იგი ახლა P2, P0 პლუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ში, პლუს mg შეფარდებული s-ზე, ეს გამრავლებული s-ი გამრავლებული H2-ზე. აი ამ H2-ს ვიპოვით აქედან. ესე იგი H2 იქნება P0 პლუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ში გამრავლებული V-ზე, შეფარდებული P0 პლუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ში პლუს mg შეფარდებული s-ზე, ხო? და გამრავლებული s-ზე. ნუ როგორც შევთანხმდით, რიცხვებს თქვენ თვითონ გამოითვლით. ყველა სიდიდე ვიცით აქ. მე-18 ამოცანა. ჰორიზონტალურ მინის ვიწრო მილში, რომლის ერთი ბოლო დახშულია, 30 სანტიმეტრის სიგრძის ჰაერის სვეტია. იგი მილის ღია ბოლოდან გამოყოფილია 25 სანტიმეტრის სიგრძის ვერცხლისწყლის სვეტით. რამდენით შემცირდება ჰაერის სვეტის სიგრძე, თუ მილს დავაყენეთ ვერტიკალურად ღია ბოლოთი ზევით. ნუ ატმოსფერული წნევა ნორმალურია, 750 მმ ვერცხლის სვეტის ტოლია და ტემპერატურა უცვლელია. ხო, ესე იგი, ჰაერის სვეტის სიგრძე L არის 30 სანტიმეტრი, ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე, ნუ სიგრძე თუ გნებავთ, მე სურათზე გაჩვენებთ, ესე იგი A-ში არის 25 სანტიმეტრი და ატმოსფერული წნევა P0 არის 750 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტის წნევის ტოლი. და გვეკითხებიან, როგორ შეიცვლებაო რამდენით შემცირდება ჰაერის სვეტის სიმაღლე, ესე იგი დელტა L რისი ტოლიაო. აი წარმოვიდგინოთ, ესე იგი აი როგორ სურათი გვაქვს, აი გვაქვს ესე იგი მილი ერთის მხრიდან დახშულია, აი მარცხენა მხრიდან დახშული არის, ეს აქედან ღია არის. ესე იგი აქ არის მოთავსებული ვერცხლის წყალი, აი ეს არის ვერცხლის წყალი. აი ვერცხლის წყლის სვეტის სიმაღლე, მე აი ნუ სიმაღლე ახლა ჰორიზონტალურად დევს და უბრალოდ ესე აღნიშნე A-შით. ეს კი არის L, აქ არის ჰაერი ჩაკეტილი. მე ესე იგი ამას ადგენენ და ვერტიკალურად დააყენებენ დახშული ბოლოთი ქვევით. ეხლა ნუ აქ რა მოხდება, ნახეთ, ეს ვერცხლის წყლის სვეტი რადგან გაჩერებული არის,
ესე იგი, აქედან წნევა და აქედან წნევა ერთმანეთის ტოლი არის. ესე იგი, თავდაპირველი წნევა ფაქტობრივად ატმოსფერული წნევის ტოლი იქნება. ეხლა ესე რომ ვერტიკალურად რო დავაყენებთ, ეხლა ეს ვერცხლის სვეტი თავისი სიმძიმის ზალით, ესე იგი, დააწვება ამ ჰაერს და ამიტომ ეს შეიკუმშება. ხო და აი სიმაღლე გახდება რაღაცა, L2-ის ტოლი. ხო, ეხლა აქ ჩაკეტილი ჰაერის ტემპერატურა უცვლელია, ამიტომ მისთვის შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ბოილ-მარიოტის კანონი. კერძოდ, შეგვიძლია დავწეროთ, რომ P1V1, ესე იგი, საწყისი წნევა ამ აირისა და გამრავლებული თავის მოცულობაზე უდრის P2V2-ს. ეხლა P1 რისი ტოლი არის? აი აქ თავდაპირველი წნევა. ესე იგი, რადგან აქედან მარცხიდან მარჯვნიდან პირიქით წნევები ერთმანეთის ტოლია და მარჯვნიდან, რადგან ეს ღია არის, აწვება მარტო ჰაერი, ეს სვეტი არ აწვება, იმიტომ რომ ეს აწვება ქვევით, სიმძიმის ზალა ქვევითაა მიმართული და წონაც ქვევით იქნება მიმართული. P1, ამიტომ P ატმოსფერული ტოლი არის, P0-ის ტოლი არის. რაც შეეხება ახლა ამ მეორე, ხო, V1 ბარემ დავწეროთ, ეს არის S-ი განიკვეთის ფართობი გამრავლებული L-ზე. ესე იგი, განიკვეთის ფართობი, იმიტომ რომ ცილინდრი არის, ხო? ეხლა P2-ს რაც ეხება, ნახეთ, ისევ აი ამ ქვედა დონეს ვიხილავ, ქვევიდან ამას აწვება P2, ზევიდან იგივე დონეს აწვება ატმოსფერო, პლუს აი ამ H სვეტის ვერცხლისწყალი. ამიტომ იქნება P0-ს პლუს რho ვერცხლისწყლისა GH-ი. რაც შეეხება მოცულობას V2, ეს იქნება S-ი გამრავლებული L2-ზე. ეხლა ეს შეგვიძლია ყველაფერი აი აქ შევიტანოთ და მექნება P0 S-ი L-ზე უდრის P0-ს პლუს რho ვერცხლისწყლისა GH-ი გამრავლებული S-ზე და L2-ზე. აქ S-ები გაიკვეცება და კიდევ ერთ რამეს გავაკეთებ. ეხლა P0 ჩვენ წნევა გვაქვს მოცემული ვერცხლის სვეტის სიმაღლეებში, ესე იგი 750 მმ არის. ეს P0 შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც რho ვერცხლისწყლისა, რომ გადავიყვანოთ ნიუტონ მეტ კვადრატებში, უნდა ვისარგებლოთ ρ-GH ფორმულით. რho G, H-ის მაგივრად დავწერ, ესე იგი L0-ს, აი ზუსტად L0 ეს არის 750 მმ. ანუ ეს არის 0,75 მეტრი. ხო, აი ეს არის მოსახერხებელი აქ რო გავაკეთოთ. რატომ ეხლა მიხვდებით? ესე იგი, P0-ის მაგივრად აქ და აქ შევიტანოთ ეს რho ვერცხლისა G-ზე L0-ზე, რho ვერცხლისწყლისა G-ზე L0 გამრავლებული L-ზე, აქაც იგივე რho ვერცხლისწყლისა G-ზე L0 პლუს რho ვერცხლისწყლისა G-ზე H-ი L2, აი აქედან რho ვერცხლისწყლისა G შეგვიძლია გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ და გავკვეცოთ აი ამ რho ვერცხლის G-სთან. ამიტომ მექნება, რომ L2 იქნება L0 L-ზე შეფარდებული L0 პლუს H-ზე. აი ესეთი სიდიდე მივიღეთ ეს L-ზე. რამდენიც შეიცვალა ეს დელტა L იქნება რაც იყო L-ს გამოკლებული აი ეს L2. აი ესეთნაირად გავაკეთებთ ამ ამოცანას. მე-19 ამოცანა. ჰორიზონტალურად მოთავსებული მინის ვიწრო მილში, რომლის ერთი ბოლო დახშულია, არის 30 სანტიმეტრის სიგრძის ჰაერის სვეტი. იგი მილის ბოლოდან გამოყოფილია 25 სანტიმეტრის ვერცხლის სვეტით. რამდენით გაიზრდება ჰაერის სვეტის სიგრძე, თუ მილს დავაყენებთ ღია ბოლოთი ქვემოთ და ამ დროს ვერცხლისწყალი არ გადაიღურება. ეხლა ანალოგიური ამოცანა, მაგრამ ეხლა პირიქით გადმოვაყირავებთ, ესე იგი მილს. ჩავწეროთ ისევ, რომ L უდრის
30 სანტიმეტრს, A-ში უდრის 25 სანტიმეტრს, ატმოსფერული წნევა P0 არის 750 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტისა და ესე იგი ისევ დელტა-L-ს გვეკითხებიან, დელტა-L-ი, მაგრამ ეხლა უკვე გაიზრდება. ესე იგი მასშტაბი თავიდან მილი იყო ჰორიზონტალურად განლაგებული, აი ღია ბოლო აქეთ არის, აი აქ არის ვერცხლის წყალი, აქედან აქამდე, ეს არის A-ში, ეს არის L-ი, თავდაპირველი და მერე გადმოაყირებენ აი ესეთნაირად. ახლა ეს ვერცხლის წყალი ქვეით ჩამოვა, ეს ღია ბოლო ესე იქნება და აქ ჰაერი, ჰაერის წნევა შემცირდება. ხო, ისევ თქვა და ისევ ტემპერატურა რადგან უცვლელია, შეგვიძლია დავწეროთ P1 V1 უდრის P2 V2-ს. P1 ისევ ატმოსფერული წნევის ტოლი არის, P0-ის ტოლი არის. V1 არის S-ი გამრავლებული L-ზე. ეხლა ამ მდგომარეობაში, ენახეთ ეხლა აი ეს ფენა განვიხილოთ ქვევიდან. ქვევიდან ამას რა აწვება? ატმოსფერო, ამიტომ ქვევიდან წნევა არის P0. ზევიდან რა აწვება? აწვება აი ამ აირის წნევა P2 პლუს როჟე A-ში. ესე იგი ამიტომ P0 იქნება P2-ს პლუს რო ვერცხლის წყლისა ჟ A-ში. ხოლო მოცულობა V2 იქნება S-ი გამრავლებული L2-ზე. P0 ესე იგი, არა P2 ბოდიში, ხო, ეხლა აქედან P2 იქნება P0-ს გამოკლებული რო ვერცხლის წყლისა ჟ A-ში. მოდით რა ვქნათ იცევ P0 გამოვსახოთ რო ვერცხლის წყლისა ჟ L0-ის მეშვეობით, სადაც L0 ეს არის 0.75 მეტრი. და შევიტანოთ ყველაფერი ბოილ-მარიოტის კანონში. ესე იგი, რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე L0 გამრავლებული S-ი L-ზე უდრის რო ვერცხლის წყლისა ჟ L0-ს მინუს რო ვერცხლის წყლისა ჟ A-ში გამრავლებული S-ი L2-ზე. ნუ ეს S-ები აქვე გაიკვეცება, აქედან გავიტანოთ რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე, რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე L0 L-ზე უდრის რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე L0-ს მინუს A-ში გამრავლებული L0-ზე. ესენი ისევ გაიკვეცება და აქედან ხო, აქ L2 ბოდიში, ესე იგი L2 ტოლი იქნება L0 L-ზე შეფარდებული L0-ს მინუს H-ზე. აი ესეთი სვეტის სიმაღლე ექნება, ესე იგი ჰაერს, ეს იქნება L2 და რამდენით გაიზრდება? დელტა-L იქნება L2-ს მინუს L-ი, აი ამდენით გაიზარდა. ეხლა მეოცე ამოცანა. ერთი ბოლოდან დახშული მილი ღია ბოლოთი ჩაშვებულია ვერცხლის წყალში, რომლის დონე მილში 50 სანტიმეტრით მაღალია ვიდრე ჭურჭელში. ჰაერის სვეტის სიმაღლე მილში 40 სანტიმეტრია. ატმოსფერული წნევა 750 მილიმეტრია. განსაზღვრეთ ატმოსფერული წნევა თუ ვერცხლის წყლის დონე მილში 10 მილიმეტრით აიწევს, ტემპერატურა კი უცვლელია. ნუ ჩავწეროთ მოცემულობა ჯერ, ესე იგი A-ში, ესე იგი არის 50 მილიმეტრი, ნუ ეს არის, ნუ მეტრებში არის 0.05 მეტრი. 50 მილიმეტრი 5 სანტიმეტრია. ხო, ესე იგი ჰაერის სვეტის სიმაღლე L არის 40 სანტიმეტრი. ნუ ახლა თუ მეტრებში გვინდა 0.4 მეტრია. ატმოსფერული წნევა P0 არის 750 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტის წნევის ტოლი. ხო, დელტა-A-ში არის ესე იგი 10 მილიმეტრი. ნუ ეს არის
0.01 მეტრი. და რისი ტოლი გახდებაო წნევაო, ესე იგი P0 რისი ტოლი არისო. მოდით დავხატოთ სურათი, რაც გვაქვს, ესე იგი აქ მოცემული, რომ ღია ბოლოთი ჩაშვებული არის ვერცხლის წყალში მილი. აი, ეგეთი სიტუაცია გვაქვს, ეს ღია ბოლო არის, ეს არის რაღაცა ჭურჭელი, აი აქამდე ასხია ვერცხლის წყალი, ესე იგი და ესე იგი აი ნახეთ, აი აქ აი ეს არის, მოდით ესე გავაკეთებ. აი ეს არის A-ში. ეს კი არის L-ი. ნახეთ, ამბობენ რომ მილშიო ვერცხლისწყალი 40 მილიმეტრით უფრო მაღლა არისო. 40 სანტიმეტრი, არა, 50 მილიმეტრით უფრო მაღლა არისო. აი ეს არის 50 მილიმეტრი. ხო, ეხლა აი აქ ჩაიკეტა ჰაერი. ნუ რაღაცა ჰაერი არის, ხო, აქ. ეხლა თუ ატმოსფერული წნევა შეიცვლება, ეს სიმაღლეები რაღაცნაირად შეიცვლება. ეხლა რატომ დაუკვირდეთ მაგას? ეხლა სად ნამდვილად ვიცით წნევა რისი ტოლია? ნახეთ, მე თუ განვიხილავ ვერცხლისწყლის თავისუფალ ზედაპირს, აი ამას. აი აქედან რომ მოვიდე იგივე დონეზე მილში, ნახეთ მე როგორ ვჟელობ. აქედან რომ მოვდივარ ამაზე, ესე იგი მე იგივე დონეზე განვიხილე იგივე დონე მილში, რაც მილის გარეთ. აი, როდესაც მოვდიოდი მილის შიგნით, მილის გარედან, აი ამ გზაზე, ხო? მე ყოველთვის ერთგვაროვან სითხეში მოძრაობდი. რაღაცა სითხეების საზღვარი, ან სითხესა და აირს შორის საზღვარი არ გადამიკვეთია. ამიტომ მე შემიძლია ვისარგებლო ფაქტურად იმ კანონით, რომ სითხეში ერთ და იგივე დონეზე ნებისმიერი მიმართულებით წნევა ერთნაირია. ამიტომ წნევა აქ უდრის წნევას აქ. აი გარედან წნევა რისი ტოლი არის? რა თქმა უნდა, ატმოსფერული წნევის ტოლი არის. ეს გარეთ და შიგნით ამ დონეზე იგივე ატმოსფერული წნევის ტოლია. ეხლა ამ ატმოსფერულ წნევას რა ქმნის შიგნიდან? ქმნის აი ეს ჰაერი პლუს როჟეაში. ამ ჰაერის წნევა მოვთავრნიშნოთ P პირველით თავიდან და ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ P0 ეს არის P პირველს პლუს რო ვერცხლის წყლისა G-ში. ეს იყო საწყისი წნევა აქედან P პირველი, ეს არის ატმოსფერული წნევას გამოკლებული რო ვერცხლის წყლისა G-ში. თავდაპირველად აირის რამოცულობა უკავია V პირველი, ეს არის S-ი გამრავლებული L-ზე. კარგით, ეხლა მე რა ხდება? მე ხდება ის, რომ აი ეს დონე, გარედან წნევა რატომღაც ესე იგი გაიზრდება, წნევა რადგან გაიზრდება, ამას დააწვება მეტად და რაღაცა 1 მილიმეტრით მაღლაა ვერცხლისწყალი მილში. მოდით აგერ გვერდზე დავხატავ ახლა ამ სურათს. აი გვერდზე დავხატავ და რო არ აგვერიოს. ხედეთ? ნუ ეს წარმოვიდგინოთ, რომ იგივე ჭურჭელი არის აგერ აქ, ესე იგი აქ მართალი აქ მიწერია, მაგრამ ხო, ესე იგი ახლა ნახეთ რა მოხდა. ეს აი მოდით, აი ესე არის, ესე იგი ეს იყო A-ში და 1 მილიმეტრით ზევით ავიდა, ნახეთ, ესე იგი ეს იყო A-ში, ეს არის აი ეს დელტა A-ში, ნახეთ, აი ეს პატარა დელტა A-ში. ამიტომ ჰაერი შეიკუმშება. ხო, რადგან მილის ესე იგი ვერცხლისწყლის დონეთა სხვაობა გაიზარდა დელტა-შით, მილში ჰაერის სვეტის სიმაღლე შემცირდება იგივე დელტა-შით. ამიტომ ახლა L მეორე იქნება L-ს გამოკლებული ეს დელტა-ში. ხო, ახლა ისევ და ისევ იმას ვიტყვი, რომ აი აქ წნევა მილის გარეთ, აი სადაც აქ ვერცხლისწყალი მაქვს, აქა, უდრის მილის შიგნით იმავე დონეზე წნევას. ეხლა გარეთ არის წნევა, ახალი ატმოსფერული წნევა, P0'. ეს ტოლი არის, ეხლა წნევას, ეს P0' ტოლი იქნება P მეორე, ეს არის უკვე ახალი გაზის წნევა, რადგან შეიკუმშა, შეიცვლება წნევა,
პლუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე h პლუს დელტა h-ი. აქედან P2 გახდება P0 შტრიხს მინუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე h პლუს დელტა h-ი. ეხლა მე რო შევიტანო ხო და ეხლა V2 იქნება რისი ტოლი? S-ი გამრავლებული L-ს მინუს დელტა h-ი. მინუს დელტა h-ი. რომ შემცირდება ჰაერის სვეტის სიმაღლე. შევიტანოთ ეხლა ყველაფერი ბოილ-მარიოტის კანონში, ესე იგი P1 V1 უდრის P2 V2-ს. შევიტანოთ აქ, ესე იგი P1 ეს არის P0-ს მინუს რო ვერცხლის წყლისა ჟ h-ი გამრავლებული SL-ზე უდრის P0 შტრიხს მინუს რო ვერცხლის წყლისა ჟ h პლუს დელტა h-ი. ეგ მოდი ესეთი შხილები გავაკეთოთ. გამრავლებული S-ი L მინუს დელტა h-ი. ნუ S-ები გაიკვეცება. ეხლა მე შემიძლია P0 წარმოვიდგინო როგორც რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე L0, ეს L0 იქნება 75 სანტიმეტრი, ხოლო P0 შტრიხი იქნება რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე LX-ი. აი ეს უნდა დავადგინო ზუსტად LX-ი. აქედან მე აი ეს როჟეებს გავიტან, ესე იგი აქ რო შევიტანო, ნახეთ, ეს აქ რო შევიტანო, ეს აქ რო შევიტანო, ეხლა ამ ფჭილში ორივეგან როჟე იქნება. ამიტომ შემიძლია ეს როჟეები გავიტანო მარცხნივ და მარჯვნივ და გავკვეცო ერთმანეთთან. რა დამრჩება? დამრჩება ეგეთი რაღაცა. შეხედეთ L0-ს მინუს h-ი გამრავლებული L-ზე უდრის აქ მექნება LX მინუს h პლუს დელტა h-ი გამრავლებული L-ს მინუს დელტა h-ი. ეხლა ეს LX-ი მივიპოვო, უნდა ვიპოვო. ჯერ ამ ფჭილს ვიპოვი, ესე იგი აი ესე LX მინუს h პლუს დელტა h-ი ეგ არის L0-ს მინუს h-ი გამრავლებული L-ზე შეფარდებული L-ს მინუს დელტა h-ი. ნუ აქედან LX-ი მექნება, აი აქვე დავწერ LX-ი, ტოლი იქნება h პლუს დელტა h-ი პლუს L0-ს მინუს h-ი L-ზე L-ს მინუს დელტა h-ი. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს იყო მე-20 ამოცანა. 21 ამოცანა. ორივე ბოლოთი ღია 60 სანტიმეტრი სიგრძის მილის ერთი ბოლო ჩაუშვეს ვერცხლისწყალში 20 სანტიმეტრზე. შემდეგ ზედა ბოლო დახურეს და მილი ამოიღეს ვერცხლისწყლიდან. რა სიგრძის ვერცხლისწყლის სვეტი დარჩება მილში? ატმოსფერული წნევა ნორმალურია, ტემპერატურა უცვლელია. მოცემულია რომ მთელი ელი არის 60 სანტიმეტრი, ნუ h-ი არის ესე იგი 20 სანტიმეტრი და ესე იგი გვეკითხებიან რა სიგრძის ვერცხლისწყლის სვეტი დარჩებაო. ნუ მოდით ესე h2 დავუნიშნოთ. h2 არის კითხვის ნიშანი. აი დავხატავ სურათს. ესე იგი ქონდა ჩვენ ესე იგი ორივე მხრიდან ღია მილი. ორივე მხრიდან რომლის სიგრძე მთლიანად არის ელი. აი ეგეთი მილი ქონდა. ეხლა მე ადგენს და ეს მილი ჩადეს ესე იგი ვერცხლისწყალში. თან ჩადეს როგორც გვითხრეს 20 სანტიმეტრზე. ნუ ეს ღია არის. ესე იგი აქამდე ეხლა ეს როცა ღია არის ვერცხლისწყალი შიგნით და გარეთ ერდონეზე დარჩება. აი ნახეთ, აი ეს არის თქვათ ვერცხლისწყალი შიგნით გარეთ ესე არის.
ეხლა ამას როცა დავხურავთ, აი დავხურე ესე იგი ეგა. მე ამით ჩავკეტე აქ არსებული ჰაერი. ეს ჩაიკეტა ეს ჰაერი. ეხლა ჰაერის სვეტის სიმაღლე რამდენი არის? ცხადი არის L-ს მინუს A-ში. აი ესე, იმიტომ რომ მთელი ეს L-ი არის A-ს სიღრმეზე იყო ჩასული. რა წნევის ქვეშ არის ესე იგი ეს ჰაერი? უბრალოდ ღია იყო, მე თითი დავადე, ხო? ნუ თითი ან რაღაცით დავხურე. ამიტომ საწყისი წნევა P1 ცხადი ატმოსფერული წნევის ტოლი იქნება. მე რა ვქენი, ამოვიღე ეს ვერცხლის წყლიდან ეს დახურული არის, ესე იგი გარეთ ამოვიღე. ეხლა ნაწილი ვერცხლის წყლისა გადმოიღურება და დარჩება რაღაცა, აი მოდით ესე ვთქვათ, H2 სიმაღლის ვერცხლის წყალი დარჩება აქ. ეხლა თავდაპირველად რა წნევის ქვეშ იყო, მივხვდით ჩვენ ეგა რომ იყო ატმოსფერული წნევის ქვეშ. აი ეხლა რა წნევის ქვეშ იქნება აი ეს ჩაკეტილი ჰაერი. ეს როგორ დავადგინოთ? ნახეთ, განვიხილავ აი ამ ბოლო ქვედა ფენას. ქვევიდან რა აწვება ამას? ატმოსფერო. და ეს ფენა გაჩერებული არ იღურება. რატომ? იმიტომ რომ ზევიდანაც ამ ფენაზე ატმოსფერული წნევა უნდა იყოს, ტოლი უნდა იყოს ეს წნევები. იმიტომ რომ მაშინ გადმოიღურება, ან და პირიქით შიგნით შევა თუ ნაკლები არის. ამიტომ ზევიდან წნევა იქნება აი ამ პენოლს ქმნის P2 პლუს ρ-H2. ვერცხლის წყლის H2. ხო, ეხლა რა სიმაღლე აქვს იმას რა ქვია ჰაერს. ეგ არის L-ს მინუს H2, იმიტომ რომ მთელი სიგრძე არის L-ი, აქ არის H2 დარჩენილი. ეხლა ტემპერატურა რადგან არ იცვლებოდა ამ აირისა, მე შემიძლია თავისუფლად დავწერო, რომ P1 V1 უდრის P2 V2-ს. აბა შევიტანოთ ეხლა P1 ეგ იყო ატმოსფერული წნევის ტოლი P0, V1 S-ი გამრავლებული L-H-ზე, იმიტომ რომ ამის სიმაღლე L-H-ი არის. ეხლა P2 აქედან უნდა გავსაზღვრო. P2 არის P0-ს მინუს რ, ნუ ეს ვერცხლის წყლის არის, G-H2. ესე იგი უდრის P0-ს მინუს რ G-H2 გამრავლებული S-ი L-ს მინუს H2. ნუ ესები გაიკვეცება. მოდით P0 ისევ გამოვსახოთ, როგორც რ ვერცხლის წყლისა G L0-ზე, L0 არის 760, ნუ თუ მილიმეტრებში 760 არის. შევიტანოთ აქაც და აქ, ესე იგი რ G L0 L-H-ი უდრის ისე ვთქვათ რ G L0 მინუს რ G H2 L მინუს H2. როჟეები გავაფრჩხილებს გარეთ, გაიკვეცება და მექნება L0 გამრავლებული L-H-ზე უდრის L0-ს მინუს H2 გამრავლებული L-ს მინუს H2. ეხლა ჩვენ აქ უცნობი გვაქვს H2. მოდით პირველ რიგში რიცხვები შევიტანოთ, ნუ L0 არის 60 სანტიმეტრებში გავაკეთოთ ყველაფერი, აბა. L0 არის 76 60 მინუს 20, აი ეს არის 60 მინუს 20. ეგ არის გამრავლებული 40-ზე, უდრის ისევ 76 მინუს H2, ხოლო აქ არის 60 მინუს H2. გავხსნათ ახლა ეს ფრჩხილები. 76 40-ზე უდრის 76 60-ზე მინუს H2 60-ზე მინუს 76 H2-ზე პლუს H2-ის კვადრატი. ხო, ეხლა აი ნუ ეს არის კვადრატული განტოლება გამოგვივა, ეს ყველაფერი მარცხნივ შეგვიძლია გადავიტანოთ, მაგრამ ნუ მანამდე შეგვიძლია გავამარტივოთ
ეს 76 და 60 რო შევკრიბოთ, ეს გამოვა 6, 3, 136, ხო? ესე იგი მექნება h2-ის კვადრატს გამოკლებული 136 h2 და ეხლა ეს გადმოვა მარცხენა მხარეს იქნება 76 60 minus 40, ესე იგი 76 20-ზე. ეს იქნება 0, 2, ესე იგი 1520. ხო, პლუს 1520 უდრის 0-ს. აი ეს კვადრატული განტოლება გვაქვს ამოსახსნელი. ეხლა h2-ის პირველი და მეორე ფესვი იქნება 136 პლუს მინუს კვადრატული ფესვი 136 კვადრატში მინუს 4-ჯერ 1520. ეს გაყოფილი 2-ზე. ნუ ეხლა ეს კვადრატული ეს რიცხვები თქვენ თუ გამოთვალეთ. მან ერთი ფესვი როგორც ჩანს არ ივარგებს ერთი ფესვი. იმიტომ რომ უარყოფითი იქნება. ან რაღაცა შინაარსით იქნება გამოუსადეგარი. ხო, ეხლა 22 ამოცანა. გადაპირქვევებული ცილინდრული ჭიქა, რომლის სიმაღლეა 30 სანტიმეტრი, ჩაუშვეს ვერცხლის წყალში. ისე რომ ჭიქის ძირი და ვერცხლის ზედაპირი ერთ დონეზე აღმოჩნდა. რა სიმაღლეზე შევა ვერცხლის წყალი ჭიქაში? ატმოსფერული წნევა ნორმალურია. ჭიქის სიმაღლე, მოდით ელით აღვნიშნოთ, ესე იგი არის 30 სანტიმეტრი და რა სიმაღლეზე შევა ვერცხლის წყალი, ის აშიქსით აღვნიშნოთ ჭიქაში. აი ნახეთ, ეგეთი მდგომარეობა, ეგ გვაქვს ჭიქა. აქედან ღია არის, აქ დახურული არის. აქ გვაქვს ვერცხლის წყლის სავსე ჭურჭელი. და მიადეს, ესე იგი, თქვათ, ეს ჭიქა, აი ნახეთ, აი ჯერა ესე დავხატავ. აი აქ მიადეს, აქ ვერცხლის წყალს, ესე იგი და მერე გააგრძელეს, ესე იგი, ამ ჭიქის მოძრაობა და აი ესე დონეზე გააჩერეს, აი ფსკერი და ვერცხლის წყლის დონე ერთ დონეზე არიან. ეხლა აქ რაღაცა დონემდე შევა ვერცხლის წყალი. რატო შევა რაღაც დონემდე და ბოლომდე რატო არ შევა? იმიტომ რომ აქ რო ჩაიკეტა ეს ჰაერი, აქ ჰაერის წნევა თავიდან ატმოსფერული წნევა იყო. ეს ჰაერი იწყებს შეკუმშვას. ეს შეკუმშული აირი მიაწვება ამ ვერცხლის დონეს და ჩაიტანს ცოტათი ქვევით. აი ეს არის hx. ეხლა ეს მანძილი აქედან აქამდე არის, ესე იგი L-ს მინუს hx. ხო, ეხლა მოდით ვნახოთ ისევ, ტემპერატურა არ იცვლება, ამიტომ ეს აირი, რომელიც აქ ჩაიკეტა და მერე აქ აღმოჩნდა, მისთვის იზოთერმული პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ ისევ შეგვიძლია ბოილ-მარიოტის კანონით ვისარგებლოთ. P1 V1 არის P2 V2. რო ჩაიკეტა ეს ჰაერი, რა წნევის ქვეშ იყო აქ ჰაერი? ატმოსფერული წნევის ქვეშ. P1 ეს არის P0-ის ტოლი. მოდით აქ თავიდანვე ეს წარმოვიდგინოთ როგორც რო ვერცხლის წყლისა G-ზე L0. ეს L0 იყოს 76 სანტიმეტრი. ხო, V1-ს რაც ეხება, V1-ს, ეს არის S-ი გამრავლებული L-ზე. ეხლა ამ მდგომარეობაში, ნახეთ, ეხლა ისევ და ისევ, ნახეთ, აი აქ წნევა და გარეთ წნევა ერთმანეთის ტოლი არის. აი აქ, შემიძლია აი ამ დონეზეც განვიხილოთ. თუ გნებავთ, მოდით განვიხილოთ ამ დონეზე. პირდაპირ, აი აქ წნევა და აქ წნევა, თუ გნებავთ, აქ და აქ არის ერთნაირი. აქ წნევა არის P2, ამიტომ წერ P2 უდრის ეს ჭიქის შიგნით ვიყავი. ეხლა ჭიქის გარეთ ამ დონეზე ეგ არის P0 პლუს ρ G L მინუს A-ში. აი ესეთი დამატებითი წნევა იქნება. აქაც მოდით P0 წარმოვიდგინოთ როგორც ρ G L0, ამიტომ P2-ისთვის დავწერ
რო ჟ L0 პლუს რო ჟ L მინუს A-ში. ნუ აქვე თავიდან შეგვიძლია რო ჟ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, P2 იქნება რო ჟ აქ L0-ს პლუს L მინუს A-ში. ნუ A-ში არის ეს A-ში გვაქვს. ეს A-ში არის. A-ში აქაც A-ში. ხო, და V2 ეს არის S-ი გამრავლებული აი ამ მანძილზე. ეს მანძილი არის L მინუს A-ში. შევიტანოთ ბოილმარეტის კანონში. ესე იგი P1 მეშტომე რო ჟ L0 გამრავლებული S-ი L-ზე უდრის P2 არის რო ჟ L0-ს პლუს L მინუს A-ში გამრავლებული S-ი L მინუს A-ში. S-ები გაიკვეცება, რო ჟ-ები გაიკვეცება და გვექნება L0 L-ზე უდრის L0 პლუს L მინუს A-ში გამრავლებული L-ს მინუს A-ში. ნუ შევიტანოთ რიცხვები. L0 არის 76, L-ი არის 30, უდრის 76 პლუს 30 მინუს A-ში, 30-ს მინუს A-ში. ნუ 76 30-ზე უდრის, ახლა ესენი რო შევკრიბოთ, 106 მინუს A-ში, 30 მინუს A-ში. ნუ ისევ კვადრატული განტოლებება გამოგვივა. 76 30-ზე უდრის 106 30-ზე მინუს A-ში 30-ზე მინუს 106 A-ში პლუს A-x კვადრატი. ხო, ეხლა ეს ყველაფერი ერთ ხარეზე დავალაგოთ. მექნება A-x კვადრატი, ნუ ესენი უნდა შევკრიბოთ. მინუს 136 A-x-ი, ამას ეს გამოვაკლდება 106 76 გამოვაკლდება 106 76 30, ესე იგი პლუს 900 უდრის 0-ს. ნუ ესე იგი A-x-ი პირველი მეორე, ისევ ორი ფესვი გვაქვს, 136 პლუს მინუს 136-ის კვადრატი მინუს 4-ჯერ 900 დაყოფილი 2-ზე. აი ეს კვადრატული განტოლება გამოთვალეთ თქვენ თვითონ. 3-ის 23 ამოცანა. 1 სანტიმეტრი კვადრატი განიკვეთის U-ს მაგვარ მილში, რომლის ერთი ბოლო დახშულია, ჩაასხეს ვერცხლისწყალი. ვერცხლისწყლის დონე ორივე მუხში ერთი და იგივეა. აი სურათი არის აქ მოცემული. ჰაერის სვეტის სიმაღლე დახშულ მუხში 10 სანტიმეტრია. რამდენი ვერცხლისწყალი უნდა დავამატოთ, რომ ჰაერის სვეტის სიმაღლე დახშულ მილში 1 სანტიმეტრით შემცირდეს. ხო, ნუ S-ი არის, ესე იგი 1 სანტიმეტრი კვადრატი, უსმაგვარი მილი არის და L-ი არის, ესე იგი 10 სანტიმეტრი, ეს ჰაერის სვეტის სიმაღლე არის. და A-ში რამდენით უნდა შეიცვალოს დონეთა სხვაობა არა. სიმაღლე დახშულ მილში 1 სანტიმეტრით შემცირდეს. ჰაერის სვეტის სიმაღლე 1 სანტიმეტრით უნდა შემცირდეს. 1 სანტიმეტრი. რამდენი, ნუ რა მასის ვერცხლისწყალი უნდა დავამატოთ. აი მოდით დავხატოთ სურათი, ესე იგი ეს არის უსმაგვარი მილი. აი აქედან დახშული არის, აქედან ღია არის. თავიდან ვერცხლისწყალი იყო ერთ და იგივე დონეზე. აი აქ ერთი და იგივე დონე არის. აი აქ არის ვერცხლისწყალი ამის ქვევით. აქ ჰაერი არის ჩაკეტილი. მერე ნახეთ, აქედან როცა ჩავასხავთ ახლა ვერცხლისწყალს,
ეს დონე დაიწევს ქვევით. ეს იქნება ახალი დონე. ეს აიწევს, თანაც რამდენითაც აქ დაიწია, იმდენით აიწევს აქ. ესე იგი, ჩვენ ეს A-ში თავღნიშნეთ, ეს რამდენითაც აიწია, ეს იგივე A-ში იქნება, რამდენითაც დაიწია. ახლა შეხედეთ, ნახეთ, ეს არის ძველი დონე ვერცხლისწყლისა, რაც იყო, ჩამოვიდა აქ. ახალი ვერცხლისწყალი, რომელიც დავამატე, აი იმას ნახეთ, აი ესეთნაირად დავშტრიხავ. ვერტიკალურად დავშტრიხავ. ძველი ვერცხლისწყალი მოვით ჰორიზონტალურად დავშტრიხეთ. ახლა ეს თვალით კი არ ჩანს, მაგრამ ესე წარმოვიდგინოთ. და განვიხილოთ აი ეს ძველი დონეთა სხვაობა. ახლა თავიდან ერთ დონეზე რადგან იყო, P პირველი ეგ არის P0 სტოლი. ნუ ისევ P0 წარმოვიდგინოთ როგორც რო ვერცხლისწყლისა J-ზე L0, სადაც L0 გვექნება 76 სანტიმეტრი. V პირველი თავდაპირველი ჰაერის მოცულობა ეს C გამრავლებული L-ზე არის. აი ახლა აქ რა მდგომარეობა გვაქვს, როცა ჩავასხით M მასის ვერცხლისწყალი. შეხედეთ, აი აქ წნევა და აქ წნევა ერთნაირად. აქ წნევას რა ქმნის მარჯვენა მილში? მარჯვენა მილში აი ამ დონეზე წნევა ეს არის MG შეფარდებული S-ზე. MG არის იმ დამატებული ვერცხლისწყლის წონა შეფარდებული S-ზე. იგივე წნევა აი აქეთა მილში შექმნილი არის P2-ით, აი ამ გაზით, პლუს რო ვერცხლისწყლისა J2A-შით. მიაქციეთ ყურადღება, რომ აი ეს დონეთა სხვაობა, რადგან ნახეთ, ეს ხო აიწია ერთ-ერთი დაიწია, A-შით აიწია, იგივე A-ში დაიწია. ამიტომ რადგან აქ უყურებთ, ნახეთ, ეს აქედან აქამდე 2A-ში იქნება. ეს არის 2A-ში. ამიტომ დავწერე აქ 2A-ში. ხო, ეს არის P2, ხო. ეხლა აქედან P2 ეს არის MG შეფარდებული S-ზე პლუს რო J2A-ში. ხო, ეხლა შეგვიძლია ჩვენ ჩავწეროთ ბოილმარერის კანონი. კერძოდ P1V1 უდრის P2V2-ს. P პირველი ატმოსფერული წნევის ტოლი არის. ნუ თუ გნებავთ დავტოვოთ როგორც იყო, ესე იგი. აი, ბოდიში, აი აქ მე შემეშალა. შეხედეთ, აი ამ ადგილზე შემეშალა. რაში არის შეცდომა, აბა დაუკვირდით. მე როცა ვამბობდი, რომ აი აქ წნევას ქმნის დამატებული ვერცხლისწყალი, კი, ეს რო დახშული ყოფილიყო, მაგრამ რადგან დახშული არ არის, აქ კიდე მარცხენა მხარეს გვექნება P0. აი შეხედეთ, პლუს P0. აი აქ. აი თუ მაქვს მე სადმე წითელი მელანი, ნახეთ, მაგ მგონი, აი შეხედეთ, აი ეს P0 გამომჩა აი აქ. აი ეს P0. ამიტომ ჩვენ უნდა დავუმატოთ, ესე იგი ეს P0 აქ. ესე იგი ნუ ეს P2 აქედან გამომდინარე, ესე იგი ეს არასწორად არის და მოდით ახლა სწორად დავწეროთ. ესე იგი P2 ტოლი არის. ნუ ახლა ეს უკვე გავასწორეთ. P2 არის P0-ს პლუს MG შეფარდებული S-ზე მინუს რო J2A-ში. აი ესეთი იქნება ახალი წნევა, რომელიც აქ უნდა შევიტანოთ. რისი ახალი წნევა? აი ამ გაზის ახალი წნევა. ხოლო V2 იქნება S-ი გამრავლებული L-H-ზე. შევიტანოთ აქა, ესე იგი დავწეროთ P0 S-ი გამრავლებული L-ზე უდრის ჩილებში P0-ს პლუს MG შეფარდებული S-ზე მინუს რო J2A-ში გამრავლებული S-ი L-H-ზე. S-ები გაიკვეცება. ნუ აქედან MG შეფარდებული S-თან ეს MG უნდა ვიპოვოთ.
ეს mg უნდა ვიპოვოთ. მოდით მე გადავიტან ამ ფორმულას სხვა ფურცელზე. გადავწერ ამას ხელმეორედ, ესე იგი, რაც მივიღეთ p0 გამრავლებული l-ზე უდრის p0 პლუს mg შეფარდებული s-ზე მინუს ρ2a-ში l-ს მინუს a-ში. ნუ გავაგზავნოთ ესე იგი. ნუ ეს ფრჩხილი გვინდა ვიპოვოთ p0 პლუს mg-s-ზე მინუს ρ2a-ში ტოლი იქნება p0 l-ზე l მინუს a-ში. ხო, აქედან mg შეფარდებული s-ზე ტოლი არის p0 l-ზე l მინუს a-ში პლუს ρ2a-ში მინუს p0, ხოლო mg, ნუ თუ გნებავთ მასა პირდაპირ იქნება s-ზე უნდა გავამრავლოთ და g-ზე გავყოთ. ესე იგი s-ი შეფარდებული g-ზე, აქ არის p0 l-ზე l მინუს a-ში პლუს ρ2a-ში მინუს p0. აი ეგეთი პასუხი გვექნება. ეს იყო 23 ამოცანა. ნუ აქ გზელი გამოსათვლელი ამოცანები არის. 24 ამოცანა. აშ სიმაღლის დახშულ ცილინდრული ჭურჭელი გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად უწონადი დგუშით, რომელიც ცილინდრში ხახუნის გარეშე მოძრაობს. დგუში შეაჩერეს და ჭურჭლის ორივე ნაწილი აირით აავსეს, ისე რომ ერთ ნაწილში აირის წნევა n-ჯერ მეტია ვიდრე მეორეში. რა მანძილზე გადაადგილდება დგუში თუ მას გავათავისუფლებთ? ესე იგი, A-ში მოცემულია, რომ P პირველი არის n-ჯერ P მეორეს ტოლი და ნუ ტოლ-ნაწილად იყო გაყოფილი, ეს კი V პირველი იყო V მეორე და რა მანძილზე გადაადგილდება დგუშიო, A-ში არის კითხვის ნიშანი. აი ესეთი რამ უნდა წარმოვიდგინოთ. ეს არის აი ცილინდრული ჭურჭელი, აი შუაში არის დგუში, ესე იგი და აი აქ შეუშვეს P პირველი წნევის ქვეშ ჰაერი, აქ P მეორე წნევის ქვეშ. ნუ ჰაერი იქნება თუ რაღაც სხვა აირი, არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა თითოეული, ესე ვთქვათ, P პირველი მეტი არის P მეორეზე, n-ჯერ მეტი არის, როგორც თქვეს, ხო? ეხლა ცხადია, როცა განთავისუფლებენ ამ დგუშს, ის გადაადგილდება მარჯვნივ. აი თქვათ, მოვა აი აქ. ეხლა ეს იქნება A-ში x-ი. რამდენითაც გადაადგილდა. როდის გაჩერდება გადაადგილება? სანამ წნევები მარცხნივ, აი ამ დგუშის მარცხნივ და მარჯვნივ არ გათანაბრდება. აი მოდით საბოლოო წნევები აღვნიშნოთ P1 შტრიხი მარცხენა ჭურჭელში და P2 შტრიხით მარჯვენა ჭურჭელში და ცხადია, როგორც ჩვენ თქვით, ეს დგუშის მოძრაობა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ გაჩერდება, სანამ არ გათანაბრდება წნევები. ეხლა აქაც გაზი მაქვს ჩაკეტილი მარცხენა მხარეს, დგუშის მარცხნივ, ასევე დგუშის მარჯვნივაც მაქვს ჩაკეტილი. ამიტომ მე მექნება ორივესთვის თან ტემპერატურა არ იცვლება. მექნება ორივე აირისთვის ბოილ-მარიოტის კანონი. დავწეროთ. P პირველი, V პირველი არის P1 შტრიხი, V1 შტრიხი. ნუ P პირველი, V პირველი იყო V-ს ნახევარი უდრის P1 შტრიხი, V ნახევარს პლუს დელტა V-ი დავარქვათ. პლუს დელტა V. ეს მიწერია მარცხენა აირისთვის. ეხლა მარჯვენა აირისთვის. P2 V2 ეს არის P2 შტრიხი, V2 შტრიხი. აქ მექნება ესე იგი P2 V ნახევარი უდრის P2 შტრიხი, V ნახევარს მინუს დელტა V. მოდით გავყოთ ახლა ეს
ტოლობები ერთმანეთზე. საბოლოო წნევები, რადგან ტოლი არის, ესენი გაიკვეცება. ეს მოცულობებიც ვენახევარი გაიკვეცება. P1 არის n-ჯერ P2. ასე რომ ეს შემიძლია დავწერო როგორც ესე იგი n-ჯერ P2 გაყოფილი P2-ზე უდრის. ნუ ხლა ვენახევარი და აი მაგალითად ვენახევარი ეს არის s-ი გამრავლებული a-ში ნახევარზე. დელტა v ეს არის s-ი გამრავლებული a-ში x-ზე. ნუ ეს ყველაფერი შემიძლია შევიტანო აქ. ეს მექნება ვენახევარის მაგივრად მე შემაქ s-ი გამრავლებული a-ში ნახევარზე პლუს s-ი გამრავლებული a-ში x-ზე. აქ s-ი a-ში ნახევარზე მინუს s-ი გამრავლებული a-ში x-ზე. აქ P2 P2-თან გაიკვეცება, ამ შემიძლია s-ი გავიტანო ფრჩხილების გარეთ, ეს იგი n-ი უდრის s-ი გამაკ a-ში ნახევარს პლუს a-ში x-ი, s-ი a-ში ნახევარს მინუს a-ში x-ი. აქ s-ები გაიკვეცება. ნუ გადავამრავლოთ ახლა ეს ჯვარედინად რა. n-ჯერ a-ში ნახევარი მინუს a-ში x-ი უდრის a-ში ნახევარს პლუს a-ში x. გავხსნათ ფრჩხილები n-ჯერ a-ში ნახევარი მინუს n-ი a-ში x-ი უდრის a-ში ნახევარს პლუს a-ში x-ი. ნუ ეს n-იანი წევრი, a-ში x-იანი წევრი ერთ მხარეზე გადავიტანოთ, ეს აქეთ, ესე იგი n მინუს 1 a-ში ნახევარი უდრის n პლუს 1 a-ში x-ზე. ასე რომ a-ში x-ი ტოლი იქნება n მინუს 1 a-ში ნახევარზე n პლუს 1-ზე. ეს იქნება ჩვენი პასუხი.